სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. დღეს ეკლესია აღასრულებს ხსენებას მენელსაცხებლე დედათა, რომლებმაც ძალიან დიდი ღვაწლი გასწიეს მაცხოვრის აღმსარებლობისათვის და მათ გამოიჩინეს მამაკაცებზე, მოციქულებზე მეტი ვაჟკაცობა, სიმამაცე და შეიძლება ითქვას თავდადებაც კი, რადგანაც თავიანთი სიცოცხლე ჩაიგრდეს საფრთხეში, როდესაც ჯვარცმის წინაშე იდგნენ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, როგორც ამბობს მაქსიმე აღმსარებელი, არ განეშორებოდა თავის ძეს, რომელიც იყო ჯვარცმული, არამედ მასთან ერთად იმყოფებოდა. ამიტომაც პირველი მან იხილა მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვარი. იგი მზად იყო მასთან ერთად მომკვდარიყო. ამიტომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ღვაწლი ეს არის განუმეორებელი, ამას ვერავინ ვერ აღასრულებს. ეს არის დედობრივი, განუმეორებელი, განსაკუთრებული, ფენომენალური სიყვარული თავისი ძისა. მენელსაცხებლე დედათა შორის განსაკუთრებულად გამოირჩეოდა მარიამ მაგდალინელი და მარიამ კლეოპასი, რომელიც იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დამწინდველის იოსების ძმის ცოლი და ასევე დეიდაშვილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. რა თქმა უნდა, ისეთი სიმამაცე ვერ გამოიჩინეს, როგორც ამბობს მაქსიმე აღმსარებელი, როგორიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, მაგრამ როდესაც მოშორებით იდგნენ და ნახეს რა თავდადება ღვთისმშობლისა, სხვა მენელსაცხებლე დედებს გამოეყვნენ ეს ორი დიდებული ქალბატონი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გვერდით დადგნენ. მე მინდა წაგიკითხოთ სიტყვა წმინდა მღვდელმთავრის ლუკა ვოინო-იასენეცკელის, იგივე ყირიმელის, რომელიც იყო პროფესიით ექიმი, პროფესორი, ქირურგი, რომელიც შემდგომში გახდა მღვდელმთავარი და მეორე მსოფლიო ომის დროს უამრავი ადამიანი გადაარჩინა და ნოველის პრემიის ლაურეატიც გახდა. იგი ბრძანებს უდიდესი პატივი ხვდათ წილად მენელსაცხებლე დედებს, რამე თუ წმინდა ეკლესია აღასრულებს მათ ხსენებას დიდმარხვის მესამე კვირას. რით დაიმსახურეს მათ ამგვარი პატივი? რატომ განადიდებს მათ წმინდა ეკლესია? რამე თუ ბრწყინავენ ისინი თქვენთვის, ქალებისათვის, წმინდა და მიუწვდომელი სიმაღლის მაგალითად, მაგალითად იმისა, თუ როგორები უნდა იყვნენ ქალები. განუზომელ პატივს მიაგებს წმინდა ეკლესია წმინდა მენელსაცხებლეებს, ქრისტეს მიმართ მათი ენით გამოუთქმელი სიყვარულის გამო, რამე თუ მთლიანად მიუძღვნეს თავიანთი გული უფალ იესო ქრისტეს. კიდევ იმიტომ მიაგებს პატივს, რომ ისინი რითაც შეეძლოთ ყველაფრით ემსახურებოდნენ უფალს. ემსახურებოდნენ თავიანთი მამულით, ქალური მზრუნველობით და მის ყოველგვარ ყოფით საჭიროებას აგვარებდნენ და თითოეული ქალისათვის მაგალითის მიმცემები არიან. თუ მთელი გულით როგორ უნდა შეიყვარო უფალი იესო და ემსახურო მას. რით ვემსახუროთ? პირადად მას მენელსაცხებლე დედათა მსგავსად ვერ ემსახურებით, რამე თუ იგი ახლა ჩვენთან არ არის. უფალს უნდა ემსახუროთ როგორც მცირე ძმათაგანი, ყველა უბედურის, უპოვარის, ბეჩავის, ჩაგრულის დახმარებითა და გვერდში დგომით, ვინც თქვენს გულმოწყალებას საჭიროებს. ამრიგად წმინდა მენელსაცხებლე დედანი აღამაღლა ქრისტემ თქვენ,
ქრისტიანთა წინაშე, როგორც დიდებული მისაბაძი მაგალითი. ყველა ჩვენგანს ქრისტიანებს ქრისტემ გვიანდერძა ვიყოთ ისეთივე სრულნი, როგორც ჩვენი ზეციური მამა. ჰოი რარიქ უზომოდ რთულია, იყო ზეციური მამისავით სრულყოფილი. მაგრამ არც ისე რთული და თქვენთვის, ქალებისთვის, გაცილებით უფრო მისაღწევია იყოთ სრულყოფილები, როგორები წმინდა მენოსაცხებლე დედანი იყვნენ. მიბაძეთ მათ, ისწრაფოდეთ მიაღწიოთ გულის ისეთ სისპეტაკეს და იმ თავდადებულ სიყვარულს ქრისტეს მიმართ, რომლითაც ანთებულნი იყვნენ ისინი. მიბაძეთ მათ და უპირველესად მარიამ მაგდალინელს, რომელმაც მოციქულთა სწორის წოდება გულმოდგინე ქადაგების გამო დამსახურებულად მიიღო და მასთან ერთად მიბაძეთ სხვა მენოსაცხებლეთ, რომლებმაც არანაკლები ღვაწლი გასიეს მოციქულებთან შედარებით. წმინდა მარიამ მაგდალინელი ყველაზე მოშურნე ქადაგებელი იყო ქრისტეს სახარებისა. მისი გული ისეთი უზომო თავგანწირვით ემსახურებოდა ამ დიდებულ საქმეს, რომ აღდგომის დღესაც არ შეშინებია პირისპირ წარდგომოდა რომის იმპერატორ ტიბერიუსს. მან იმპერატორს წითელი კვერცხი გაუწოდა და ახარა, ქრისტე აღდგა. იგი ტიბერიუსს უქადაგებდა ქრისტეზე და მისი ქადაგება იმდენად ძლიერი იყო, რომ იმპერატორმა ქრისტე იწამა. ბრწყინვალე ქადაგებით თქვენ თავს ვერ გამოიჩენთ, მაგრამ იქადაგოთ ქრისტეზე საკუთარი ცხოვრებით და თქვენი სუსტი სიტყვებით ეს შეგიძლიათ. მაშ მიბაძეთ ყველამ წმინდა მენოსაცხებლე დედებს. წინა წლებში ამ დღეს მე აღვამაღლე ქალის გული და მივუთითე მის უდიდეს ღირსებაზე მამაკაცის გულთან შედარებით. ცხადია, ამას არც დღეს უარყოფ. ახლა კი გეტყვით, რომ ნეტარნი ხართ ყველანი, რადგან ქალები ხართ. იამაყეთ ქალის წოდებით. იამაყეთ იმით, რომ მამაკაცებად კი არა, ქალებად დაიბადეთ. რამე თუ უფალმა მათთან შედარებით, გაცილებით უკეთესი გული მოგმადლათ. გული, რომელიც ყოველგვარ სიწმინდეს ითვისებს. გული ცვილივით რბილი და ქრისტეს ჭეშმარიტების აღმქმელი. მამაკაცების მსგავსად ცივი გონებით არ ცხოვრობთ, არამედ ცოცხლობთ გულის კარნახით. რამე თუ ადამიანის გული გონებასთან ერთად შემეცნების ორგანოა და გულით შემეცნება უპირატესია გონებრივ შემეცნებასთან შედარებით. და ქართველებს გვაქვს ძველი სიტყვა, ძველი ქართული სიტყვა გულის ხმის ყოფა. ახალი ქართულით ითარგმნება გააზრება, ანუ გავიაზრე, მაგრამ გულის ხმა ვყავ, ეს უკვე ნიშანია არა მხოლოდ აზრის, არამედ აი გულიდან ამოსული გრძნობითი აზრი, რომელიც არსებობს. ამრიგად კურთხეულია უფალი, რომელმაც სირბილით, სათნოებით და სიკეთის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობით აღსავსე გული მოგმადლად. განა ასეთია ყველა ქალი. ჰოი არა და არა. ყველა ასეთი არ არის. რამე თუ ქალთა გულები ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები. რბილი გულის მქონე სათნო ქალების გვერდით მრავალი ბოროტი ქალია და უნდა იცოდეთ, რომ ბოროტი ქალი გაცილებით უარესია ბოროტ მამაკაცზე. რადგანაც თუ ქალი ბოროტების გზას დაადგა, უფრო შორს მიდის, ვიდრე იმავე გზაზე შემდგარი მამაკაცი. უძველეს დროში იყო დიდი ბრძენი, იესო ძე ზირაქისა, რომელმაც ასეთი სიტყვები თქვა ბოროტ ქალებზე. ყოველგვარი ჭრილობა დაითმინება, მაგრამ არა ჭრილობა გულისა. ყოველი სიავე, მაგრამ არა სიავე ქალისა. და კიდევ, ავი ცოლი ხარის მორყეული უღელია. მის დამჭერს გინდა მორიელი შეუპყრია.
ჭეშმარიტება ღრმა, ჭეშმარიტება ეს ჭეშმარიტება ღრმა ჭეშმარიტება ეს ატესტაცია. სწორედ ასია. ქალის ბოროტება გაუსაძლისია და იგი გაცილებით უარესია ვიდრე მამაკაცისა. ძველი დროის მეორე უდიდესმა ბრძენმა მეფე სოლომონმა თავის იგავებში ბრძანა და ყოველი საცოი დაიმარხე გულსაშინა, რომლისაგან არიან გამოსავალნი ცხოვრებისანი, ან მადლისმიერი, ან კეთილსურნელებით აღსავსე, ან მყრალი, ანაც საძაგელი. გულიდან მომდინარეობს ცხოვრების ყველა წყარო, ამიტომ განსაკუთრებით უნდა მოუფრთხილდეთ გულს, რომ მუდამ სპეტაკი იყოს იგი, რათა მისგან მოედინებოდეს კეთილსურნელებით აღსავსე კურთხეული წყაროები. მოისპე შენგან პარვაი, ზაკული და ცრუნი ბაგენი განიშორე შენგან, ამბობს სოლომონ ბრძენი. ხედავთ, მე უკვე შევწყვიტე ქება და განდიდება ქალის გულისა და მის მხილებას შეუდექი. რატომ? ცხადია, არა კადნიერებით, არამედ თქვენს მიმართ დიდი სიყვარულითა და სურვილით, რომ საკუთარი გულის გამოსწორებაში დაგეხმაროთ. რამე თუ ვიდრე მენელსაცხებლე დედათა ღირსეულ მიმბაძველებად იქცევით, უნდა მოინანიოთ, განიწმინდოთ თქვენი გული. აღმოფხრათ მისგან ყოველივე ბოროტება, რომლის კვალიც კი არ ყოფილა წმინდა მენელსაცხებლეთა გულებში. ღირსი ელისაბედის ცხოვრებაში, რომელიც ქალთა მონასტრის წინამძღვარი გახდათ, კითხულობთ, რომ იგი მუდამ კიდით კიდემდე შეისწავლიდა საკუთარ გულს, აგრეთვე თვალყურს ადევნებდა და შეიმეცნებდა თავისი დების გულებსაც. და რას მიაღწია მან? რას ვისმენთ მისგან? ვისმენთ, რომ ქალებს ყველაზე მეტად ახასიათებთ სიცრუის, მზაკრობის, თვალთმაქცობისა და ავსიტყვაობის ცოდვები და ეს ნამდვილად ასია. სიცრუე ეს ქალებში ყველაზე გავრცელებული მანკიერებაა. არსებობენ უბედური ქალები, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ადრეული ასაკიდან მიეჩვიენ ტყუილების თქმას. უდარდელი მშობლები კი არ სჯიდნენ და მათ გამოსწორებას არ ცდილობდნენ და სიცრუე ამ საბრალო ქალების გამოუსწორებელ ჩვევად იქცა. ისინი განუწყვეტლივ იტყუებიან ყოველგვარი საჭიროების გარეშე, იგონებენ არარსებულ ამბებს თავიანთი ცხოვრებიდან, ცრუობენ, თითქოს ყველაფერი ეს მოხდა და ყოველივე მათ გადაიტანეს. ასეთი ქალები იმ ზომამდე მატყუარები არიან, რომ თავადვე იჯერებენ იმ ტყუილებს, რომლებსაც მათი ენა თხზავს. რა უნდა ქნან ამ საბრალოებმა? როგორ გამოასწორონ საკუთარი თავი? უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა შეიგნონ თუ რა საძაგლობა სიცრუე, როგორი მძიმეა ეს მანკიერება და დაიმახსოვრონ მალაქია წინასწარმეტყველის საშინელი სიტყვები, წყეულ იყავნ. უნდა გვახსოვდეს დავით მეფსალმუნის სიტყვებიც, ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმა ცოდვაი, არც არს პირსა მისა ზაკვაი. მზაკრობა კი სიცრუის ერთი ფორმაა. ამ ნეტარებისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. ხოლო სხვა ფსალმუნებში ვკითხულობთ, უფალო იხსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკვარისაგან. ისეთი მძიმე იყო მეფსალმუნე დავითისთვის სიცრუისა და მზაკრობის გადატანა, რომ ლოცულობდა, რათა უფალს ეხსნა იგი ცრუ ბაგეთაგან, რომელიც ტანჯავდა და აწამებდა მის წმინდა გულს. და ყოველ მატყუარა ქალს ეშინოდეს იმ სიტყვებისა, რომლებიც თავად ღმერთისგან მოისმინა დიდებულ გამოცხადებაში კუნძულ პატმოსზე წმინდა მოციქულმა იოანე ღვთისმეტყველმა. აი რა მოისმინა მან ღმრთისაგან. მეძავთა და წამლველთა და კერმსახურთა და ყოველთა ტყუვართაი ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა
და წუნწუბითა მოტყინარესა. აი თუ ასეთი უბედური, საბოლოოდ მატყუარად გადაქცეული ქალი, მუდამ სიცრუე რომ მოედინება მის ბაგეთაგან, შეძრწუნდება მალაქია წინასწარმეტყველის წყევლის ამ სიტყვებით, თუ კი თავზარს დასცემს საკუთარი ხვედრი იმ ტბაში აღმოჩენისა, რომელიც ცეცხლითა და წუნწუბით იწვის, მაშინ სხვა რაღა უნდა ქნას, გარდა იმისა, რომ გამოსწორდეს. და მას ერთ რჩევას მივცემ. თუ კი უდარდელი მშობლები არ გსჯიდნენ, ახლა მაინც მოეგე გონს და გამოსწორებისათვის თავად იზრუნე. ითხოვე რომ სისხლამდე გაგწკეპლონ და თუ არ გიშველის კვლავაც გაიმეორონ. ხოლო როდესაც გაიწკეპლები, მაშინ მოეგები გონს და შენს მატყუარა ენას კბილს დააჭერ და შენს შიშს ხსნელი სირცხვილით მიემატება. იმ ქალებს რა უთხრა, რომლებიც ამ საბრალოთა მსგავსად ყოველთვის არ იტყუებიან და როგორც ყოველი ჩვენგანი და ყველა მამაკაცი მხოლოდ ზოგჯერ ცრუობენ. მათ ვეტყვი, რომ სიცრუე უმძიმესი ცოდვაა. თუ საკუთარ თავს ტყუილში დაიჭერ, შეგრცხვეს და სიცრუე, რომელიც დაუშვი მოინანიე. მოინანიე დიდხანს იმდენ ხანს, რამდენსაც საკუთარი გული გიკარნახებს. მოინანიე იესოს ლოცვის გამეორებითა და თაყვანისცემით. თავი მიწამდე დახარე და წარმოთქვი, უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცრუ და შეგინდობს უფალი და გაგათავისუფლებს სიცრუისაგან, რომელსაც ბევრი სხვადასხვა ფორმა გააჩნია. მისი ერთ-ერთი ფორმა თვალთმაქცობაა, ანუ აფერისტობა, რომელიც უამრავი ქალისთვისაა დამახასიათებელი. მინახავს ქალები, რომლებიც ისე ოსტატურად თვალთმაქცობდნენ, რომ სინამდვილეში საზიზღართ და ავსუნიათ, ისე კარგად შეეძლო წმინდანის ნიღაბის მორგება, რომ ღვთისმოსავებად გვაჩვენებდნენ თავს. მათ უფლისგან მძიმე სასჯელი ელით. საკმარისია სიცრუეზე და მის მრავალ სახეობებზე საუბარი, თუმცა ბოლომდე საკმარისი არა. არსებობს კიდევ ერთი ფორმა სიცრუისა, სიყალბე. ძალიან ბევრ ქალს უყვარს სიყალბე. უყვარს თავის მორთვა, მოკაზმვა, ძვირფასი სამოსითა და სხვადასხვა სამკაულით. მათზე ასე ამბობს პეტრე მოციქული. ეგრეთვე ცოლნი დაემორჩილენით თვისთა ქმართა, რაითა დაღათუ ვინმე ურჩარიან სიტყვისა მის, დედათა სვლისა მისგან თვინიერად სიტყვისა შეიძინენ. ხედვიდენ რა იგინი შიშით წმინდასა მას სვლასა თქვენსა, რომელი იყავნ არა გარეშითა, ანუ წმინდათა სვლა როგორი არის ახლა? როგორი არ უნდა იყოს უпроსტორად. რომელი იყავნ არა გარეშითა მით განთხზვითა თმათაითა და შესხმითა ოქროისაითა, გინა შემოსითა სამოსლისაითა, შემკობაი, არამედ დაფარული იგი გულისა კაცი, უხრწნელითა მით მშვიდისა მის და ყუდროისა სულისა წესითა, რომელ არს წინაშე ღმრთისა ფრიად პატიოსან. ჰოი რა წმინდა სიტყვებია, ჰოი რა რიგ გმართებთ იმის დამახსოვრება, რომ სპეტაკი და ღვთისმოშიში ცხოვრებით სულიერი სიმშვიდით, ყოველგვარი სამკაულისა და შეღებილი სახის გარეშეც შესაძლებელია თქვენი ქმრების გულის შეცვლა და ქრისტიანული ცხოვრების გზაზე მათი დაყენება. და ბოლოს, ჰოი როგორი სიმართლეა, ჰოი როგორი ჭეშმარიტებაა, რა რიგ უმნიშვნელოა ბაგისა და წარბების შეღებვა. ეს სიყალბეა, სიყალბე და სიყალბე. სიყალბე კი ტყუილია, ხოლო ტყუილი სისაძაგლეა. და არავინ იყოს თქვენ შორის ყალბი, იყავით სპეტაკნი
და ეყველა თქვენგანი სამკაულს იდუმალი გულის ადამიანი წარმოადგენდეს. აი ასე დაგამწუხრეთ მხილებით. მომიტევეთ მე, მომიტევეთ. თავადაც ცოდვილი ვარ და თქვენ გამხელთ. მაშ როგორ მოვიქცე? უფალმა ისეთ თანამდებობაზე დამაყენა, რომ ხსნისკენ მიმავალ გზაზე უნდა გიხელმძღვანელოთ. არა მარტო უნდა გაქოთ, ხშირად გულიც უნდა დაგწყვიტოთ. ჯერჯერობით კი ამას გეტყვით და ეყველანი, ჩემო საყვარლებო, გულწრფელად ღვთისმოსავებო, ისეთივე სპეტაკნი იყავით, როგორც წმინდა მენოსაცხებლე დედები. და თქვენთვის ქალის სრულყოფილების იდეალს მენოსაცხებლე დედები წარმოადგენდნენ. და თქვენს გულში ღრმა სიყვარული ჩასახდეს უფალ იესოს მიმართ. და ისრაფოდეთ მთელი არსებით, რამდენადაც ძალა შეგწევთ. ემსახუროთ უფალს ისე, როგორც მენოსაცხებლე დედანი ემსახურებოდნენ. ხოლო მსახურება თქვენი ადამიანების მიმართ სიყვარული და გულმოწყალება იყოს. ამინ.